როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ თქვენზე. რა ხდება თქვენ შორის, რა შეიძლება აქედან გამოვიდეს და რა თქმა უნდა, ყოველთვის უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, ყველაფრისთვის, როგორც ყოველთვის. მინდა იყოს ყველა ბედნიერი. მაშინ ასე დავიწყოთ ფიქრებზე. საერთოდ რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენთან დაკავშირებით? მე საერთოდ ფიქრებიდან გამომდინარე ხვდები უკვე რა შეიძლება აქედან გამოვიდეს, მაგრამ მოდი ვიკითხოთ, თქვი და ასეც არის პრინციპში ჩამოგიდებული პოზიციაში, რა შეიძლება აქედან გამოვიდეს, მე გეტყვი რომ დიდი ხანია არც ერთფერი არ გამოსულა აქედან და რა ვიცი, დღეს ალბათ ძალიან პოზიტიური თუ იქნებიან თავს თუ გაისრულებთ, თორე ახლა დღევანდელი ენერგიებიდან არაფერი არ შეიძლება გამოვიდეს, თან კიდე არის ხუთიანი ხმალი დასტის ბოლოს, რაც იმაზე მეტყოლებს რაღაცნაირად ძალიან გადაიწურა თითქოს ეს ყველაფერი. გადაიწურა იმ კუთხით, რომ თქვენ შორის დღეს რაც ხდება, თუ ასეა რა თქმა უნდა, არის ყენა, არის დაშორება, არის მოკლედ ნებისმიერი უსიამოვნება, იმედია, ღალატამდე არ არის ყველაფერი მისული, მაგრამ ვისთვის რა არის ღალატი, ესეც კიდე ცალკე შეგრძნება არის. ამიტომ მისთვის ეს დღევანდელი რეალობა არის, არაფრის მთქმელი და შინაგანად ვერ გიტყვი რომ ჩახსნილია თქვენგან, მაგრამ რა შეიძლება აქედან გამოვიდეს? რა უნდა გითხრათ? ჯერჯერობით არაფერი და მოდი ვიკითხოთ. ვიკითხოთ, რატო არის ეს ყველაფერი ასე მისული, თუ არ შეიძლება აქედან რამე გამოვიდეს, თუ არ ეძებს ეს ადამიანი რაიმე გამოსავალს. მაინტერესებს, ეძებ რაიმე გამოსავალს ამ ყველაფრიდან, ეძებ? ხმლების მეფე ძალიან კატეგორიულია, არა. არაფერს არ ეძებს. მე არ ვეძებ სირთულებს, მე ვეძებდი ჰარმონიას და მოგიპოვე შენ, მოვიპოვე ეს ურთიერთობა, სადაც შემხვდა სირთულე, სადაც შემხვდა პასუხისმგებლობა, სადაც მე შევიცანი ჩემი თავის სხვანაირად, თავისთავად, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არ იყო მარტივი და რაღაცა სხვანაირად უნდოდა და შესაბამისად არაფრის მოქმედი არ არის და რო გითხრათ თუ რამეს ელოდებით, ჯერჯერობით არაფერს არ გააკეთებს. კარგი, ეს იმიტომ რომ ძალიან ბევრი სირთულე შეგხვდა, ამაში არის საქმე. თუ მაინც რაღაცა გამოსავალი მინდა კიდე რომ როგორ კატეგორიულია. გამოსავალი როგორც ასეთი ამ ეტაპს ამთავრებს, ან თქვენ შორის ეს ერთი ეტაპი მთავრდება და საერთოდ ეს აქამდეც მიდიოდა და მაინც თავისებურ ლოგიკურ დასასრულამდე მივიდოდა ეს ყველაფერი. როგორ ახართ ნახე? ხმლების მეფე, ხმლების დედოფალი, არც ერთი არტობს, არ მინდა, კი მინდა და არის ახლა რა იცი, ამ შემთხვევაში თუ რაიმეს ვინმეს მაინც გააქვთ გადაწყვეტილი, რომ იქნებ რაღაცნაირად კონტაქტზე გავიდე, იქნებ რაღაცა გამოსავალი ვნახო, ამას გამოსავალი კი არა, პირიქით ეს ყველაფერი დაამძიმოთ ამ ყველაფერს გოგონებო, ამიტომ რა თქმა უნდა ამ ეტაპზე არაფერი არ შეიძლება გამოვიდეს. კარგი. აროს აზრი ვიკითხოთ, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის მის ფიქრებში ვიხედებით და მისი ფიქრები გვეუბნება ყოველთვის ყველაფერს, მე მეუბნება უბრალოდ და ამიტომ მოდი ვნახოთ ახლა ჩვენ აროს აზრით რა შეიძლება აქედან გამოვიდეს და რას გირჩევს ამ სიტუაციაში, რა შეიძლება აროს აზრით აქედან გამოვიდეს. სხვათა შორის შეიძლება აქედან რაღაც გამოვიდეს. ოღონდ შეწინააღმდეგებით, დაპირისპირებით, დამტკიცებით ესეთი პოზიციით არაფერი არ გამოვა აქ, მაგრამ აქვე გეტყვით რჩევას. გეგონება ისევ და მოიქცე რომ თითქოს არც კი არსებობდი მის ცხოვრებაში, არ უნდა შეეხო არაფერს, რაც კი ხდებოდა თქვენ შორის, სრული გათავისუფლება, სრულად უკან დახევა და არაფრის არ შემჩნევა. ჩემთვის ეს ყველაფერი უკვე არაფერს არ წარმოადგენს, არანაირი ემოციით არ შეხედო ამას, არც დაგროზული ემოციით, არც რაიმე ისე რომ გამაღიზიანებლად რო იქცევია, ხო იცი რომ თითქოს ვითომ და აქაც არაფერი, არც ეს, სრული გათავისუფლება, სრული ბრუნებრივად გათავისუფლება და მინდა თქვა აქედან გამომდინარე მე უფრო ეკნებ ამ ადამიანს როგორი მომენტიცია, მართლა დაამტკიცოს თავისი პოზიცია, იბრძოლოს კიდეც ამ ურთიერთობაზე, მაგრამ ახლა და ამ ეტაპზე გამორიცხული, ძალიან კატეგორიულია დღეს გოგონებო, არ ვიცი რა ხდება თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ ძალიან კატეგორიულად აყალიბებს თავის ფიქრებს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით და თქმა უნდა შენს ძალიან კონკრეტული ხარ მინდა გითხრა. საერთოდ ვიფიქრე, გრძნობა შევეხები თქო, მაგრამ
არ ვიცი, გრძნობა შევეხო თუ არა, იმდენად ჩაკეტილია და იმდენად ყველაფერი ნათელია. მაინც ვიკითხოთ აი მისი ბოდიში ქვეცნობიერი რაღაცა ემოციები რამე ვიკითხოთ, აი რაც გრძნობ შენ. ჩაკეტილია ეს ადამიანი დღეს არის ჩაკეტილი. გოგონებო, არ ვიცი, მე მაინც დავდებ ამ ვიდეოს, იმიტომ რომ მაინც არის მოლოდინი, როცა ადამიანები კარგს ელოდებიან, მაგრამ კარგი თქვენვე უნდა გააკეთოთ და შეცვალოთ, თქვენ უნდა დაიჭიროთ მაინც სასურველი ინფორმაციები, ამიტომ მე მაინც დავდებ ამ ვიდეოს, ეს ჩავწერე ეხლა, მაგრამ ჩაკეტილია, გული ჩაკეტილია, ყველაფერი ჩაკეტილია, არ გვისაუბრება. რა უყოთ ამას? არც თქვენ არ საუბრობთ, თქვენს ჩაიკეტეთ. მაგრამ მე მაინც გეტყვით ხაზგასმით, თუ ემოციურად მაინც გინდა რაღაცა მაინც უთხრა, არ გირჩევთ. უბრალოდ იფიქრე იმაზე, რომ ყველა შენს გასულ ემოციას კარგს სუძს უნდა გქონდეს აუცილებლად შედეგი. თუ შედეგი ამას არ ექნება, ანუ აზრი არ აქვს. ამიტომ არაფერი არ ვთქვით ამ ადამიანს და პირიქით თითქოს აქ არც არაფერი არ მომხდარა და სრული არ შემჩნევა, ანუ არ გიმჩნევ. თვალწინ მიდგა ხარ, მაგრამ არ გიმჩნევ, ვერ გიყურებ. ასეთი იყო დღევანდელი გაშლა გოგონებო, მე ყველას გელოდებით კომენტარებში.